გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ, მინდა გამოვეხმაურო ერთ მწვავე პრობლემას, რომელიც მწვავე პრობლემაც აქ ემიგრაციაში სერიოზულად დადგა და გამოიკვეთა თანდათან ალბათ უფრო და უფრო მოიმატებს კიდეც. ეს არის ქართველების დეპორტაციის პრობლემა ევროპიდან და აი ძალიან ბევრმა მომწერა, ასე ხდება, ისე ხდება. ვეცდები ჩემი კომპეტენციის ფარგლებში გავცი ამ კითხვას პასუხი და საერთოდ ემიგრაციის პრობლემას მინდა დავუთმო იგივე საქართველოშიც ეს ვიდეო ლაივი და აი ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ და ის რაც მე ვიცი და ის რაც მე მინახი აქ ემიგრაციაში ის გითხრათ უყველას რომ ახლა სათითაულოდ ყველას ვერ გაგცემთ პასუხს მე ის არ გეგონოთ რომ ან აგიპასუხეთ ან რაღაც ბევრმა მკითხა რომ ბევრი არის სამკურნალოდ ჩამოსული კურნალობს და შესაძლებელია თუ არა მათი გადეპორტება მოხდეს იმიტომ რომ აი გერმანიიდან უფრო გახშირდა ეგ ყველაფერი გუშინ ირლანდიიდანაც იქნა დადეპორტებული ხალხი და მოკლედ რა პრობლემასთან არის საქმე საერთოდ ყველაფერი იწყება შემოკარგებო პოლიტიკური საკითხიდან იმიტომ რომ კარგად ხედავს ყველა ვინც არის რომ ეს ხელისუფლებაში ახლა ვინც აქ საქართველოში ისინი როგორ არიან დაპირისპირებული ამ ნეოლიბერალურ სისტემასთან რომელიც თან ღირსებით რომ მოდიან ევროპაში ამიტომ ევროპაში დაიწყეს უკვე სერიოზულად ფიქრი იმასთან დაკავშირებით რომ მეტი და მეტი პრობლემები როგორ შეექმნას კოცების რეჟიმს საქართველოში და ისე გააკეთონ რომ ამ ყველაფერმა თან ქართული საზოგადოების განაწყენება არ გამოიწვიოს ამ შიგ ევროპასთან მიმართებაში და ეს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი ზუსტად მაგას ითვალისწინებს ვიზების მოხსნა ერთიანად ძალიან ცუდ რეაქციას გამოიწვევს ქართულ საზოგადოებაში და ამიტომ ევროპელები ფიქრობენ რომ სანამ ამ რადიკალურ ნაბიჯამდე მივიდნენ მათ ლეგალურ ფარგლებში რაც შეუძლიათ რაც ნაკლებად გამოიწვევს რაიმე წყენას ქართულ საზოგადოებაში ამას მიყვნენ ნაბიჯ და ამის ბერკეტი უამრავი ბერკეტი გააჩნიათ მათ შორის არის ლეგალური დეპორტაცია საქართველოს მოქალაქეების ევროპიდან რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს და როგორც გინდათ ისე აღიქვით ეს ყველაფერი ევროპელები რომლებიც გმობენ ქოცურ რეჟიმს საქართველოში და თხოვენ ქოცებს რომ ახალი არჩევნები ჩაატარონ და რომ თურმე დიქტატურისკენ მიდის და რომ თურმე დემოკრატია დაიხურა და აი ეს შემდეგ და ესე შემდეგ რასაც ბლოკუნებენ საქართველოს მოსახლეობის იმ დიდ ნაწილს ვინც იმყოფება ემიგრაციაში მათ ეუბნებიან და მათი საქმის განხილვა მიდის დაჩქარებული წესით, ანუ ეს დაჩქარებული წესი ითვალისწინებს იმას, რომ საქართველო არის აღიარებული უსაფრთხო ქვეყნა კანონის დონეზე და ეს არ შეცვლილა, რომ იცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იციან ევროპელებმა საქართველო რა უსაფრთხო ქვეყანაც არის და რა ხდებოდა საქართველოში, რა ხდება, რეპრესიები იქნება, ეს იქნება თუ ის იქნება, აბსოლუტურად ყველაფერში საქმის კურსში არიან. ისევე როგორც საქმის კურსში იყვნენ რასაკეთებდა სააკაშვილი საქართველოში და მაინც დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ, ახლა ამ ხალხს ვერ გაამტყუნებ, იმიტომ რომ ეს მათი ქვეყნის პოლიტიკა არის და ისინი ასე წარმართავენ ამ პოლიტიკას და შენი ქვეყანა უნდა გქონდეს და შენი ქვეყანა უნდა იყოს ღირსეული, რომ ამ დღეში არ ჩააგდოს მისი მოსახლეობა. ამიტომ ისინი ძალაში ტოვებენ უსაფრთხოდ აღიარებულ საქართველოს რომლისთვისაც იღწვოდა ქართული ოცნება, ქოცები, აი პირწავარნილი იღწვოდნენ და ქოცების საელჩოები, რომ რაც შეიძლება მეტ ქვეყანას ეღიარებია საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად, იმიტომ რომ აქ თავშესაფრის მოთხოვნის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს შექმნოდათ პრობლემები და უკან გამოდეპორტებულიყვნენ არ ქონდა მნიშვნელობა ამ ხალხს მართლა ქონდა პოლიტიკური პრობლემები თუ ჯანმრთელობის პრობლემები ქონდა და სიცოცხლის გადასარჩენად არიან წამოსული ევროპაში ეს ქოცებს არ აინტერესებდათ საერთოდ ქოცები იქცეოდნენ ისე როგორც
და მინდა ხაზი გაუსვა ამ ყველაფერს, რომ როგორც ქოცები იქცეოდნენ და როგორც ქოცები იქცევიან საქართველოს მოსახლეობის მიმართ, ამას არ აკეთებს არც ერთი ქვეყნის, არც ერთი ელჩი, არც ერთი საელჩო, არც ერთი დიასპორული გაერთიანება, რომ საკუთარ მოქალაქეებს ჯერ ხო საქართველოში წამლავდნენ, კლავდნენ ამ დამპალი სამედიცინო სისტემით და აქაც გამოქცეულებს, ჩამოსულებს აქაც უშლიდნენ სულ ხელს, რომ სიცოცხლის გადასარჩენად რაიმე გზა ენახათ და ვისაც ეს კიდე არ გაინტერესებთ, ეს არ გჯერავთ ეს ყველაფერი, ნახეთ ჩემი ფილმის პირველი სერია, რომელიც ზუსტად ამ სამედიცინო ემიგრაციას ეძღვნება და ზუსტად ჩემი მეგობარი, რომან ხარძიანი, რომელიც 28 ოპერაციის შემდეგ მოთხოვეს თურმე რომ უსაფრთხო ქვეყანა არის და გადაადეპორტებია საქართველოში და ასეთი უამრავი ათასობით შემთხვევა იყო, რომ ეს ხალხი გარდაიცვალა საქართველოში. ამიტომ ქოცებმა ძალიან კარგად იმუშავეს, ბრჭყალებში კარგად იმუშავეს იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონოდა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. ამიტომ ევროპელები იყენებენ ზუსტად ახლა ქოცების მიერ აღიარებულ უსაფრთხო ქვეყანას და დაწყებული არის და მომატებული არის, გახშირებული არის დეპორტაციები საქართველოში. აგერ გერმანიიდან აპარატებიდან მოხსნეს ხალხი, საავადმყოფოებიდან გამოიყვანეს, შეუწყვეტეს მკურნალობა და წავიდა ჰაბარდა საქართველოში. უამრავი შემთხვევა არის უკვე ამისი დაფიქსირებული. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ როგორ შეიძლება ამ ყველაფერს დააღწიონ თავი, ამ ყველაფერს თავის დაღწევის საშუალება პრაქტიკულად არ არსებობს. არ არსებობს განსაკუთრებით გერმანიაში, სადაც როგორც კი იქნება მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უნდა შეწყდეს ყველაფერი იქნება შეწყვეტილი და იქნება დეპორტაცია გაკეთებული საქართველოში. და ეს რატო შემოკარგებო, იცით? ეს არის ისევ და ისევ საზოგადოების ბრალი, ისევ და ისევ თქვენი ბრალია სულ ყველას და ჩვენი ბრალია სულ ყველას. რატო იცით, სხვისი ჭირი ღობეს ჭხირი რო ხდებოდა. აქ რო ჩამოდიოდა ღარიბაშვილი და ესენი და იზორია რო იყო ელჩი წამოჭიმული გერმანიაში და ამ დიდ საქმეს რო აკეთებდა, რომ მაქსიმალურად აღიარებული ყოფილიყო საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად, და ასე რო ყრიდნენ და ადეპორტებდნენ უამრავ ქართველს, არც ერთი არ გამოდი თქვენ. საქართველოს მოქალაქეები, ან საქართველოს შვილები, ვინც ლეგალურად ცხოვრობდით, მაშინ რა ქვია, გერმანიაში და ერთი პროტესტი არ გამოხატეთ, რომ არ შეიძლება საქართველოს არ არის უსაფრთხო ქვეყანა და ამდენი ავადმყოფი არის გერმანიაში აქ და არ შეიძლება რომ აქედან იქნას გამოდეპორტებული ხალხი, იმიტომ რომ ამ ხალხს არავინ არ უმკურნალებს საქართველოში. არავინ ხმა არ მოიღეთ. და არც იმ ხალხმა სხვათა შორის რო გადაგადეპორტეს მერე საქართველოში ასობით ადამიანი, იქაც არ გამოდით და იქაც არ მოიღეთ ხმა. არც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და არც იმ გერმანიის საელჩოსთან, რომ სიცოცხლის უფლება, გარანტირებული უფლება, რომელიც ევროკავშირში რო კითხოს, აქ ევროპელ იმგენს, რა ქვია, ჩინოვნიკებს, რომ თუ ვინმე დადგამს ფეხს ევროკავშირის ტერიტორიაზე, მას სიცოცხლის უფლება აქვს გარანტირებული, არ არის გარანტირებული სიცოცხლის უფლება იმ შემთხვევაში, თუ უკან იქნება გადადეპორტებული ეს ხალხი. და წართმეული აქვს, ჩვენი ბედი, ქართველების ბედი ასე არის, არც აქანა ვიყო და არც იქანა მიმიღონა და ახლა კიდე ერთ რაღაცას გაგახსენებთ, როდესაც გეუბნებოდით მე, როდესაც მოდიოდა არჩევნები, როდესაც მოდიოდა, აბა გაიხსენეთ, რას გეუბნებოდით მაშინ? კარგად გაიხსენეთ. აქ რო საელჩოში მიხვალთ და მიკუტა გვარამიას და ნაცმოძრაობის და პროევროპულ პარტიებს თუ მიცემთ ხმასო, თქვენო ევროპის საბუთები დაგირიგდებათო. რამდენი დებილი ადექით და მაგის გამო, რომ ევროპის საბუთები უკაცრავად ტექნიკური ხარვეზი არის, რამდენი დებილი ადექით და რამდენი დებილი წახვედით იმისთვის, რომ ნაცებისთვის და საერთოდ არჩევნებში მიგეღოთ მონაწილეობა, რომ ევროპის საბუთებს მოგცემდნენ. გაგაფრთხილეთ მაშინ, ნუწახვალთ იმ საელჩოებში, ნუწახვალთ იმ საკონსულოებში, მოხდება თქვენი აღრიცხვა, შემდეგ როდესაც იქნება დეპორტაცია, მოკიდებენ ხელს და ევროპის საბუთს კი არა დიდ ხვიშს მოგცემენ და გადაგადეპორტებენ. ხო არ გაიგონით? და ახლა ელოდეთ, როდის მოგადგებათ სადეპორტო სამსახური და როდის მოკიდებთ ხელს და როდის გაგყრით კინწისყრით საქართველოში. მე ყველა მეცოდებით, ვინც ამ დღეში ხართ. ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენათაა წამოსული აქ. და მე თუ არ ვიცი რას ნიშნავს ემიგრაცია და მე თუ არ ვიცი ვინ იცის ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენ
რომ დაირაზმეთ და წადით იქ და საელჩოებში და აგრიცხეს ყველა და ვისაც ლეგალური საბუთები არ აქვს და ვისაც ცხოვრების უფლება და არაფერი არ აქვს რომ მოგადგებათ ხვალდაზე ეს რა ქვია აი ამაში არის საქმე და თქვენ თვითონ თქვენ თავს დააბრალეთ მაგ ყველაფერი ამიტომ ევროპელები ახლა რასაც აკეთებენ ეს რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში არის ვისაც აქვს დარღვევა უკვე გადაცილებული არის საქმეები საფრანგეთში შედარებით მეტი ლიბერალურადაა ეგ ყველაფერი და შეიძლება გაგეწელოთ ეს ყველაფერი თუმცა ამათმა თუ მოკიდეს ხელი ერთიანად მოკიდებენ ყველაფერს ხელს მაგრამ აი გერმანიაში განსაკუთრებით ვინც ახართ არ ვიცი თქვენი ამბები როგორ იქნება ისე იქნება როგორც გააკეთებს გადაგადეპორტებენ საქართველოში და მერე საქართველოშიც რო ჩახვალთ დაჯექით და იქედან ლოცეთ ისა რა ქვია ბიძინა ან ვინმე და ხმა არ ამოიღოთ რა დღეში ჯავარდებით აი ესე არის გაწერული ქართული ემიგრაცია და ძირითადად შემოკარგებო ეს ყველაფერი ემუქრება იმ ადამიანებს აი ვინც მაგალითად გერმანიაში არის იმყოფება და ვთქვათ არის საფრანგეთში ემუქრება ეს იმ ადამიანებს რომელი ადამიანებსაც დატოვე ქვეყანა გააჩნიათ მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ცხოვრობენ სახელმწიფოს ხარჯზე ბინებში კადასბინებს რო ეძახიან და ესე შემდეგ და პროცესები დასრულებულია მაგრამ სახლიდან არავის არ გამოუსახლებია და მკურნალობა მაინც მიდის იმიტომ რომ ესენი რასაც აკეთებენ პირველი ეს არის რომ ხარჯი იმ ადამიანებს რომელი ადამიანებიც სარგებლობენ რაღაცა სოციალური პაკეტებით მიუხედავად იმისა რომ გასული აქვს დუა და საფრანგეთის ტერიტორიაზე ყოფნის აი თქვენ გეხებათ ეს ყველაფერი და შეიძლება მეორე კატეგორია არის კრიმინალური ელემენტები რომლებსაც რამოდენიმე თქვათ სასამართლო აქვს ჩატარებული და ასე შემდეგ აი ეს ორი ძირითადი კატეგორია არის რომელსაც ემუქრება გადეპორტები ახლა ისეთ ადამიანებს რომლებსაც კრიმინალი არ აქვს ჩადენილი და არ აქვთ ისა რა ქვია სახელმწიფო სიკეთეებით რამით არ სარგებლობენ საფრანგეთის ტერიტორიაზე ამათ ნაკლებად იმიტომ რომ მათზე საფრანგეთის სახელმწიფო არაფერ ხარჯს არ ხარჯავს და ესეთი ადამიანების დეპორტაცია არ არის მათ ინტერესებში მათ ინტერესებში არის ხარჯის შემცირება კრიზისია დამდგარი როგორც გერმანიაში ისე საფრანგეთში გაძვირებულია ყველაფერი მთელ ევროპაში ამ ომის გამო და პრიორიტეტი ენიჭება იმ ადამიანების გადეპორტებას რომელზეც იხარჯება ფული და საცხოვრებელი და სოციალური სიკეთეები აი ეს მოიტანა ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინას ლოცვა კურთხევამ და ამათმა ტაშფანდურები აი დედას გეფიცები რაც მე აქ მინახია ამას არც ერთი ერთმანეთს არ უკეთებს უბრალო გაჭიროებული ქართველი ერის წინააღმდეგ ჩამდგარი არის როგორც საემიგრაციო სამსახური და ეს ბუნებრივი არის ყველა ქვეყანაში ასე არის საემიგრაციო სამსახურს არავის არ ჭირდება ზედმეტად შესანახი ადამიანი აქ ჩამდგარი არის საკონსულოები და საელჩოები როგორ არიან ჩამდგარები თარჯიმნების ხელით აი ნუ თუ არ ცხვენიათ აი მე მინდა გითხრათ რა აი როგორი უსინდისო ღორი უნდა იყო ადამიანი უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით შენ თვითონ კარგად ცხოვრობდე ხედავდე შენ გაჭირვებულ თანამემამულეს რომელიც გაჭირვების გამო სიცოცხლის გადასარჩენად არის ჩამოსული ან სხვა რაღაცა სერიოზული პრობლემების გამო რომ თავი გადაირჩინოს შენ ხარ თარჯიმანი და გასაუბრებაზე იცი რომ ყველაფერი ამ ადამიანის წინააღმდეგ არის და შენ თარჯიმანი ქართველი ადამიანი დგები და არასწორ თარგმანს უკეთებს სპეციალურად შეგნებულად აკეთებ და ამას აკეთებს საელჩოები და ამას აკეთებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამიტომ თუ ვინმეს მოგეცემათ საშუალება უცხო ქვეყანაში თარჯიმანი თქვენი საქმის განხილვასთან იყოს თუ არ იცნობთ პირადად რომ და თუ არ იცით რომ ის არის ნორმალური ადამიანი და ძალიან იშვიათი შემთხვევა არის რომ თქვენ იცოდეთ ვინ არის ეს ადამიანი ამ შემთხვევაში მე გირჩევთ რომ გამოიყენოთ ყოველთვის რომელიმე ენა თუ იცით თუ ინგლისურად იცით ინგლისურენოვანი თარჯიმანი თუ რუსული იცით რუსულენოვანი თარჯიმანი და არაფრით არ ენდოთ ალალბედზე ახლა ბევრი ისეთი ღირსეული თარჯიმანი შემოხვედრია პირიქით სხვისი პრობლემები თავიანთ თავზე აუღიათ კაცო მაგრამ ესა ერთი და ორი ადამიანი ძირითადად ეს არის საელჩოს
საელჩოს ესე რომ ვთქვა საგარეო დაზვერვის თანამშრომლები, რომელიც საგარეო დაზვერვის თანამშრომლების მე პირადად მქონდა ეს ყველაფერი, ჩემ თავზე მაქვს გამოვლილი ეს ყველაფერი, როდესაც ჩემ პოლიტიკური საქმის განხილვაზე თარჯიმანი იყო, რომელმაც შეგნებულად არ თარგმნა ისეთი საკვანძო მომენტები, რომელიც საკვანძო მომენტებიც იყო 100%-იანი, ახლა შავი თეთრზე დარღვევა. და შემდეგ მომიწია ამ აუდიო ჩანაწერის ხელახლა განხილვა, გადათარგმნა და შესწორებების შეტანა იმასთან დაკავშირებით, რომ აი აქ თარჯიმანმა ეს არ თარგმნა, თარჯიმანმა ეს არ თარგმნა, თვითონვე აღიარეს, რომ დიახ თარჯიმანის პრობლემა, რომელიც უნდა ყოფილიყო საქმის განხილვასთან დაკავშირებით რეალურად არსებობდა და დიახ აღიარეს მათ, რომ ეს იყო მათი შეცდომა და ეს იყო მათი დანაშაული. რომ ასეთი თარჯიმანი დამენიშნეს მე პირადად. მე ამას გეუბნები თქვის საქმეზე არა, ჩემს საქმეზე გეუბნები, ჩემგან გამომდინარე გეუბნები. პირადად ჩემი და შემიძლია დოკუმენტებიც გაჩვენოთ მაგის. აი ამას აკეთებენ, მე ვიცოდი რომ ამას აკეთებდნენ თარჯიმნები, დარწმუნებული ვიყავი, 100%-ით ვიყავი დარწმუნებული, იმიტომ რომ ნაკადები შეემცირებიათ, საემიგრაციო ნაკადები შეემცირებიათ. მე შემეძლო ამეყვანა სხვა თარჯიმანი, მაგრამ მქონდა მე იმის საშუალება, რომ თუ კი ეს თარჯიმანი ჩაიდენდა ესეთ საქციელს, მე ამ ყველაფრის თარგმანი, ანალიზი გამეკეთებია და გამესაჩივრებია და მიუშვი ეს ყველაფერი თავის ნებაზე, თუ მართლა ხდებოდა ეს ყველაფერი და ეს ყველაფერი მართლა ხდება. რეალურად ხდება და ამას აკეთებს საქართველოს მთავრობა, საელჩო და მათი საგარეო დაზვერვის აგენტურა. აი ამის თქმა მინდა და ეს ყველაფერი უბედურება შეგიძლია დააბრალოთ, აი იმას რა ქვია. თქვენ ხელისუფლებას და თქვენ საელჩოებს და თქვენ ელჩებს და მთელ ამ სანაგვეს, რომელიც სანაგვის ერთადერთი მიზანი არის გააუბედუროს ქართველი უცხო ქვეყანაში. აი მაგათი დამსახურება არის, ლომის წვლილი არის, მაგათი ის რაც ხდება. რომ თქვენ დეპორტაციები აუცილებლად დადგება დღის წესრიგში და ნამდვილი არის ძალიან გახშირებული არის, მე არ გაგიკვირდეთ. და მე ის არ თქვათ, რომ უიმე ეს არ ყოფილაო. არც ერთი ერი არ აკეთებს ამას. აი არც ერთი ერის წარმომადგენელი ამას არ აკეთებს. ესა სირცხვილი. ესა სიკვდილი. ღმერთი არ გაგახარებთ. ამდენი ადამიანის გამწარებით. ახლა იზორია იქ კარგად აგდია. წამუმჯდარი არის. კაი სვამს, კაი სჭამს. განათლებაში დასაქმდა ადამიანი. იზორია რომ განათლებაში და წერა-კითხვის უცოდინარი იზორია რომ საქართველოში საელჩოდან მოხსნეს და დაასაქმეს იმაში რა ქვია, განათლებაში. თქვენ რამდენი ადამიანი გაუბედურდება მასე? და ჩემი ძმაკაცი ვიზეც ამაკ ჩემ ფილმში ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ის იყო. ესა გაუტანლობა, ესა ღალატი, ესა საკუთარის გამწარება. ეგ არის. და რა შეეხება იმ ამბებს, რაც საქართველოში ხდება, კიდე ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა აი ამ მიგრაციას, რომელი მიგრაციაც არის გამოწვეული საქართველოში, აი ეს არაბების და ის რა ქვია, პანჯაპელების და ინდუსების და ამათ შემოსევაზე. კიდე ერთხელ ვამბობ. ეს არის საქართველოს მთავრობის, ქოცების მთავრობის მარაკეშის აქტზე მოწერილი ხელშეკრულების დამსახურება, რომლის რატიფიცირებაც გააკეთა ქოცების პარლამენტმა. ისინი ვალდებულები არიან შეასრულონ ეს ვალდებულება, რომელიც აიღეს. ამიტომ, როდესაც გამოდიხართ და იძახით, რომ ესქენით და ისქენით, თუ ვინმეს რეალურად აინტერესებს ამ უბედურების მთავარი თავი სად არის ჩამარხული, ამ ყველაფერი უბედურების თავი არის ჩამარხული მარაკეშის აქტში. და გამობრძანდით ბატონო და ვითომ რო გკითხოთ ამ პოლიტიკოსებს და ძალიან კარგად იცით ყველა ყველაფერი მოითხოვეთ მარაკეშის აქტიდან გამოსვლა. და გაუქმება ამ ვალდებულების, რომელი ვალდებულებებიც თქვენგან გაქვთ აღებული. საქართველოს რაც აქვს აღებული. სხვა შემთხვევაში ეს ყველაფერი არ იქნება. ეს ვალდებულება აქვს საქართველოს ხელისუფლებას აღებული და
მორჩა და დამთავრდა. გაგრძელდება ყველაფერი ისე როგორც უნდა გაგრძელდეს. დღენიადაგაა და ვინ ჩადის საქართველოში შინაური ყველა მეუბნება რომ ეს შენ არიცი აქ რა უბედურება ხდება. შენ არიცი აქ რა უბედურება ხდება. ნუ რა ვქნა ჩემოკარგებო რა ვქნა ჩემოკარგებო ახლა სიმართლე არის. ასე იქცევიან და აჰა შემოძღვევა ივანიშვილს კი არ აწყობს ხალხის დეპორტაცია. ივანიშვილმა და ქოცებმა ყველაფერი გააკეთეს თავის დროზე იმისთვის, რომ თავზე ხელი გადაესვათ და ევროპელებს, როდესაც უძურებოდნენ უკანალში, ევროპელებს ეთქვათ, რომ შენი ჭირიმე შენ გენაცვალე, რაკაი მთავრობა ხარ. გაწირეს საკუთარი ერი ამისთვის. გაწირეს. და ახლა როდესაც უკვე გაუფუჭდათ ურთიერთობა, ევროპელები სარგებლობენ ზუსტად იმ ბრჭყალებში მიღწევებით, რაც ქართული ოცნების ხელისუფლების დროს იქნა მიღწეული უსაფრთხო ქვეყნის გამოცხადებით. და გადაგვაყოლეს ამ უვიზო რეჟიმს. დებილებისთვის მინდა ვთქვა, ისე რომ იცოდეთ რა, ევროკავშირს 69 ქვეყანასთან აქვს გამოცხადებული უვიზო რეჟიმი. მათ შორის ვანუატუსთან და მათ შორის ნაურუსთან, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა რაღაცა კუნძულოვან სახელმწიფოებთან. სადაც ადამიანების ჭამას გუშინ წინ გადაეჩვიან და არანაირ უსაფრთხო ქვეყანაზე არაა საუბარი. მაგრამ ამათმა ადგეს და ეს შეგნებულად ქართველი ერის გასაუბედურებლად ეს ყველაფერი გააკეთეს. ამაშია საქმე. და არა მარტო მაგი. აი ახლა ეს კრიმინალური ელემენტებზე მინდა ვთქვა, ხო არიან კაცო ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ მართლა ამ ცხოვრებით საქართველოში იქნება თუ ევროპაში იქნება თუ სად იქნება. ბიჭო, ამასაც არც ერთი ქვეყანა არ აკეთებს თუ რაღაცა სერიოზული დანაშაული არაა მომხდარი. ჩამოდიან აქედან ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოდის ინფორმაციები ადამიანებზე, რომელთა მოგროვება ხდება საბერძნეთში ასე ხდება, საფრანგეთში ასე ხდება და ელემენტარული ტანსაცმლის ქურდობაზე აგერ იყო ამის წინებზე ესე ქართული მაფია დავიჭირეთო და ადეპორტებენ ამ კრიმინალურ ელემენტებსაც საქართველოში. ასე ჩემოკარგებო რას გეტყვით, იცით, აი მაგ სამყაროს ძალიან კარგად ვიცნობ, ბევრი მეგობარი მყავს, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და იცხოვს, მე გეტყვით ერთ რაღაცას. თქვენი წვლილიც ბევრი არის მაგაში. თქვენი წვლილიც ბევრი არის, იმიტომ რომ უამრავი თავის თავს რო მე არ ვიცი სიმართლე გითხრა, როგორ შეიძლება ადამიანი თავს შავ სამყაროს წევრად თვლიდე და არჩევნებში აგიტატორი იყო, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე ამას ვერ ხვდები, რო ამბობდით, რა ქვია და ბარეოს რო მიერეკებოდით არჩევნებზე. ხმა მიეცითო იმასო ბიზნესო, აი ბიზნესზე მიცემული ხმა. როცა დაგჭირდა, გაკეთდეს ფასავით. ასე მოგიქცევიან მომავალშიც. თქვენ წვლილიც ამაში ძალიან დიდი. ვისაც გეხებათ ყოველ შემთხვევაში რა. კრიმინალური ელემენტი რომ მთავრობის მოყარე გახდება, მე ადრე თუ გვიან იმას შემოუბრუნდება ეს და თქვენზეც ესაა შემოუბრუნებული, რო იცოდეთ რა. მარაკეშის კანონი რას ითვალისწინებს? მარაკეშის კანონი ითვალისწინებს მიგრაციის მსოფლიოში მიგრაციული პროცესების ხელშეწყობას. ამ მარაკეშის აქტს მხარი არ დაუჭირეს თავის დროზე შეერთებულმა შტატებმა თვითონ არ დაუჭირეს და არ დაუჭირეს ასევე უნგრეთის წარმომადგენლებმა, ისრაელის წარმომადგენლებმა და იმ კონსერვატიულმა ძალებმა, რომლებიც ხედავდნენ ამ ყველაფერს, რომ დამღუპელი იყო თავიანთი ქვეყნისთვის და ჩვენმა ხელისუფლებამ ამის ვალდებულება აიღო. მარაკეშის აქტი თუ არ ვცდები 2016 წელს უნდა ყოფილიყო. ან 2018, ამ ორიდან ერთ-ერთში. უფრო მე მგონი 2016 წელს. ამაზე ქართულ პრესაში არავინ არაფერს არ წერს და ინფორმაციას ვერ მოიპოვებთ. იქ არის მეორე ხელშეკრულება, მარაკეშის ხელშეკრულება, რომელიც ვითომ და შეზღუდული პირების შესაძლებლობების საკითხს ეხება. აი ეს სპეციალურად გადამალეს ეს ამბები, თუმცა შეგიძლიათ ელემენტარულად რუსულენოვან გაეროს გვერდზე შეხვიდეთ და ამოიღოთ რეზოლუციის მხარდამჭერები და იმ 157 ქვეყანას შორის, რომელმაც ხელი მოაწერა მარაკეშის აქტს, არის საქართველოც. 2016 თუ 2018-ის უფრო მე მგონი 2016 წელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ის ერთი ხელმოწერა ერთი არის და მე ამას თავისი პროცედურები აქვს ამ ყველაფრის გატარების.
ამიტომ იყო რომ 2017 წლიდან აქტიური პროტესტი ჰქონდა ჩვენ საქართველოში, გახსოვთ ალბათ ეს მოვლენები, როდესაც ქართული მარშის სახელით დაიწყო ეს ყველაფერი და მიგრაციის წინააღმდეგ მოქმედებდა. და ამის გამო ჩვენ გვეძახოდნენ ფაშისტებს, ამის გამო ჩვენ გვეძახოდნენ, რა ვიცი, კაციჭამიებს, ბნელებს, გრუზინებს, რუსეთის აგენტებს და ასე შემდეგ. 2016 უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ 2017-დან უკვე დაიწყო ამ კანონმა მუშაობა და საქართველოში შემოდინება. რასაც იძახის ეს უსინდისო კობახიძე, რომ თურმე ჩვენთან ახლა საქართველოში უფრო მეტი დაბრუნდა, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა, ნებით ძალიან ცოტა დაბრუნდა საქართველოში. ძალიან ცოტა დაბრუნდა საქართველოში, ძირითადად საქართველოში ვინც დაბრუნდა, ესაა იძულებითი დეპორტაცია. და საქართველოს მოსახლეობის ზრდა ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, მოქალაქეობის მინიჭებით. ესეც სხვათა შორის მარაკეშის აქტის დამსახურება არის. გამარტივება ამ ყველაფრის. ვინ უნდა აერჩიო, ჩემო ძმაო, ვინ უნდა აერჩიო? სიმართლეს იტყვი საქართველოში და მე წინს ყველას. ვინა ასარჩევ? თქვა ცხონებულმა ზვიად მიქნება 1000 პარტია და ყველა იქნება ერთი. რომელი უნდა აერჩიო? როდესაც ვამბობ, რომ არ წახვიდეთ არჩევნებზე და საერთოდ არ აღიაროთ ამ არაკანონიერი რეჟიმების გამოცხადებული არჩევნები, იმიტომ რომ არ არსებობს ნორმალური ეროვნული ძალა, აბა მაშინ რა გვეშველება, ნაცები მოვლენ და მაინც მიდიხართ და მაინც ხაზავთ და თუ მიდიხართ და თუ ხაზავთ, უკეთეს ხო ვერ ხედავთ. ეგ იყო. მოიცადეთ ცოტა. თუ ნახე სადღაც იყო მაგის ამოსქრენული მქონდა მაგ დოკუმენტი, თუ ვინმეს მასე მნიშვნელოვნად მიაჩნია მარაკეშის აი აგერა. აი ესა 42 ქვეყანას შორის აი ამ ქვეყნებმა არ დაუჭირეს მხარი და საქართველომ გლობალური მიგრაციის კანონს დაუჭირა მხარი. – 2018 წელი არის, 2018 წელი. თუ ასე დეტალებში გაინტერესებთ. ცხრამაის ჩამსვლელები არიან, ჩემო ძმაო და ცხრამაის დამლაპარაკელები არიან, ესენი სამშობლოს ბედი ღბალზე კი არა, ნანულია ვერ დაუჭერიათ ეგერ. ნანულია ვერ დაუჭერიათ ეგერ ელემენტარული. რისი გამკეთებული ვინა აი ადამიანურად ეგენი ხო გონიათ ახლა ესენი რო შეახვედრო ახლა რომელიმე ლავროს ხო მოგდა იქ და ხო ჩაიფსეს შიშიდა. არ ვიცი ძმაო, ყველაფერი იქ ახლა დახურულ კარს მიღმა რა არის სანაცვლოდ ხდებოდა კაციშვილი ვერ მიხვდება. რა თქმა უნდა ეკნებოდა ვიზა ლიბერალიზაციასთანაც ეკნებოდა თავისთავად გავლენა, იმიტომ რომ ეს გლობალისტური ძალების ერთ-ერთი მთავარი და უსაყვარლესი მეთოდი არის ერების აღრევა ერთი მეორეში და უკონტროლო მიგრაციის დაშვება. უკონტროლო მიგრაციის დაშვება, რომელიც ახდენს შემდეგ ამ ქვეყნებში იმ ნეოლიბერალური იდეოლოგიის ექსპორტს, რომელმაც წაბილწა და გაანადგურა და გაათახსირა ჯერ თვითონ ევროპას რა დამართა. აი 2011 წელს კადაფის განადგურება, რომელიც ბუნებრივად იყო ფორპოსტი, რომელიც აჩერებდა აფრიკულ ემიგრაციას ლიბიაში. აი ადამიანი, რომელიც უშუალოდ იყო კარიბჭე მიგრანტების შეკავებასთან დაკავშირებით. სხვა ყველაფერთან ერთად ზუსტად ესეც იყო მაგათი მიზანი. ლიბიის დამხობა, სირიის ომის დაწყება, ამ დევნილთან აკადების შემოსევა და მერე ევროპაში ვალდებულების აღება, რომ მათ და ელემენტარული ახლა ვინც იცის ძველი ევროპა რა იყო და
ვინც იცის თანამედროვე ევროპა რა იყო, კითხეთ, აბა რას დაამგვანა ამ ემიგრაციამ. უკონტროლო ემიგრაციამ, ესა რა ქვია. ევროპა და არა მარტო ევროპა, მათ შორის ამერიკაშიც რამხელა ამბები იყო, ხო? ტრამპმა პირდაპირ ეროვნული გვარდია ჩარია ამ ემიგრაციის უკანონო მიგრაციის გასაჩერებლად. ჩემო ძმაო, იმდენი რამე გვჭირდება და იმდენი რამე ჭირდება ამ ქვეყანას, მაგრამ ვინაა გამკეთებელი? ბიძინა ივანიშვილი არ ამის გამკეთებელი? ეს ვირთხა? ეს ოჩოპინტრე? ეს რომელმაც, აი, მე არ ვიცი სიმართლე გითხრა, რა დავარქვა ამ ყველაფერს, რა დონის მონა გახდა ხალხი, ამ მართლა ჭორვილელი მაიმუნის, რა დონის მონა გახდა ხალხი, ელემენტარულ კრიტიკას ვერ წარმოთქვა. ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა, მიშა მოგვაშორა, ეკლესიები აგვიშენა, ესაა გამკეთებელი რამე ის? ესაა? დაათახსირა ქვეყანა და დღეს რო გამოხვიდე და რამე სიტყვაზე თქვა, შენ რას ამბობ? აქეთ წამოგესევია. აბა გაიხსენეთ ერთი 13 წლის წინანდელი საქართველო, როდესაც იყო დაღლილი, დაქამცული იყო, მაგრამ კარგად ხდებოდა, მტერივინ იყო და მოყარევინ იყო და როგორ ხდებოდა სააკაშვილის წინააღმდეგ რეჟიმის მიმართ ბრძოლა და გადახედეთ დღეს. და მაშინდელ საქართველოს გადახედეთ, მაშინდელ ახალგაზრდობას გადახედეთ, სადაც ჯერ კიდე იყო შენარჩუნებული ის ქართული აზრდის წესი, მორალი, ზნეობა. ამათ 13 წლის მანძილზე რაც მიშამ დააკლო ამ ახალგაზრდობის მოწამლას, ბოლომდე გაათახსირა და გადაუარა ყველაფერს. დაცალა საქართველო. და თქვენ რა შეგეხებათ, ჩემო კარგებო, ეს 10,000-ობით ადამიანი, მე ამ ხალხის კი მესმის რომ ეშინიათ და რა მე პირადად მქონდა, როდესაც ფილმს ვიღებდი ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მქონდა ეს სიტუაცია, შენ პირდაპირ დაახლოებით 50-60 ადამიანი რომ თავიანთ ისტორიას მოყვებოდა და საბოლოო ჯამში 5 ადამიანის მეტმა ვერ გაბედა ის რაც დაემართათ ესე თქვა. ეს როგორ გაწირა მათმა ქვეყანამ და როგორ გადმოისროლა აქეთკენ და რა უბედურება გაუკეთა 5 ადამიანის მეტმა 55 ადამიანმა უარი თქვა. ამას ვერ ვიტყვით, იმას ვერ ვიტყვით, მე საქართველოში რო დაბრუნდებით, პრობლემა არ შეგექმნას. ახლა რო დაბრუნდებით საქართველოში, ნახეთ ერთი რა პრობლემები შეგექმნება. ესა. აი ესა. რათაც უფრო შეგეშინდებათ და რათაც უფრო იქნებით იმაში, რა ქვია, ქოცური ხელისუფლების და ანტიეროვნული ხელისუფლების მოწყალების იმედად, მით უფრო კარგად წაგივათ საქმე. კი ბატონო, ჯერ გაანარკომანეს ხალხი, ჯერ დაუშვეს ესეც სხვათა შორის ახლა რო იძახიან თავს მოხვეული იყო და თავს მოგვახვიეს კი ბატონო კი იმ ვიზა ლიბერალიზაციას და სხვა რაღაცეებთან ერთად რა თქმა უნდა ესეც იყო ჩადებული რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია მომხდარიყო საქართველოში ჯერ დაუშვეს ჯერ მოწამლეს ერი გაანადგურეს ახალგაზრდობა რამდენი ადამიანი შეეწირა რამდენი ოჯახის უბედურება მოხდა ამათი გალიბერალებული ნარკომანიის შედეგად და მერე ადგენდა ახლა გამოაცხადეს რომ თურმე კრძალავენ ნარკომანიას და ამდენი ახალგაზრდა რო დაიღუპა ამაზე ვინ აგებს პასუხს ბიძინა რა შუაშია ევროპა ითხოვდა დაიწყებენ ახლა არა ჩემი ბრალია ბებია თქვენი სწაბლა ტრაკმა ხო იცი ჩემი ბრალია და ჩემნაირების ბრალია ასე რომ ახლა მე ამ ხალხის ტვინში ცნობიერებას ვერ შევცვლი ლაჩარი ვინც ლაჩარია ისევე ლაჩრად დარჩება ერთი ინტერვიუს შევხვდი რომ რა საპირებ თუ ახლაო ხო ეს ავადმყოფი ხალხია რომ ჩამოყარესო აქო და რა ვიცი ღმერთის იმედათო რაც ყავ გვეშველებაო აქაცო იმედიაო იყავით ბატონო ღმერთის იმედად სანამ თქვენ თვითონ შეგიძლიათ ჯანი გაქვთ რა ვიცი ენა გაქვთ პირში და ამ პრობლემებს ეჯახებით და ღმერთს ავალებთ რომ ღმერთმა გითხრა განძრიე ხელი და გიშველიო და როგორც ანძრევთ ხელს ისე ეშველება ამ ქვეყანას
ჩემო გიგა ერთ რაღაცას გეტყვი, იცი? დაუშვან ხალხს უნდა კონდეს ჭკუა თავშიო ნარკოტიკები ლეგალური რო დაუშვან. ჩემო ძმაო ერთ რაღაცას გეტყვი რა, ხალხს რო მასობრივად სამოქალაქო შეგნება კონდეს, ხალხს ჯერ ერთი ჭირდება აღზრდა განათლება, ჭირდება დასაქმება საკუთარი პროფესიით, ჭირდება ჩამოყალიბება საზოგადოებას და არა ისე უმუშევარი და უპატრონო ადამიანები, რომლებმაც არ იციან უსაქმურობა ხალხმა რა გააკეთონ. ამათ რომ იცენ კიდე იმის საშუალებას, რომ უსაქმურო ახალგაზრდას, რომელსაც შემოსავალი არ აქვს, რომელიც რეალიზებაც არ ხდება და ასე ხდება და ისე ხდება და დაუყრი კიდე წვირწინ ნარკოტიკს, იმას ნუ გამოთხოვ შენ იმას, რომ ნუ გაეკარება. ნუ ახლა მერკელი რო ჩამოვიდა საქართველოში, მერკელი ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო ამ ყველაფრის და მე ვამბობ იურიდიულ დოკუმენტებს და ფაქტებს, რის შედეგად მოხდა ეს ყველაფერი და თქვენ რომელიმე პოლიტიკოსისგან გაგიგონიათ როდესმე რომ მარაკეშის აქტი იქნას გაუქმებული? ვინმესგან გაგიგონიათ? ამ ფსევდო ყალბი ჯიბის ოპოზიცია, რომლებიც გამოვლიან და იმას გეტყვიან, რომ თქვენ რაკენით ხალხო იცით? თქვენ ადექით და მიუთითეთ იმ გამოძახებაში, რომ პანჯაპელმა და ინდუსმა არ მოგიტანოთ შეკვეთა საქართველოში. და ამით მოევლება იმას, რა ქვია, ემიგრაციის პრობლემებს. და ამას გეუბნება თქვენ პოლიტიკური პარტიის ლიდერები, პოლიტიკოსები. რო კითხოთ პოლიტიკოსები, რომელსაც პრეტენზია აქვს სამშობლოს მართვაზე. და გეუბნებათ იმას, რომ პრობლემის მოსაგვარებლად შაურმა არ გამოიძახოთ უბრალოდ და ამით მოგვარდება პრობლემა? ჭვინი გააქვთ ხალხო თავში? და ამ ხალხს რო უძახით, მე ეროვნულები ხართ და თქვენ უნდა გადაარჩინოთ ქვეყანა და ამ ხალხის გჯერა? არ გამოიძახოთ შაურმა, მიუთითეთ ინდუსმა არ მომიტანოს, ქართველმა მომიტანოს და მოევლება მარაკეშის აქტსაც, მოევლება მიგრაციის პრობლემასაც, მოევლება და ყველაფერს მოევლება საქართველოში. და მე ამ პროტესტს და ამ ენერგიას რო გაფანტავენ, მე იმ ვითომ ოპოზიციას და ვითომ ეროვნულებს კონვერტებში ჩაწყობილ ფულებს მიუტანენ და კაი ბიჭი ხარ შენ და გაგძელე ასეო. არის შველება ქვეყანას, მაგრამ სამ რეალური პატრიოტული ძალა არ იქნება ქვეყანაში. ნუ რა ვიცი, იმედი ნუ გაქვთ. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ყველა არის ერთი. აი ეგ არის. ამის რჩევა მინდოდა და ამის თქმა მინდოდა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე აქ რაც შემიტყვი. მე რაც შემიტყვი აქ, დეპორტაცია ხდება იმ ადამიანების, რომლებსაც ამოწურული აქვს ყველანაირი სამართლებრივი პროცედურა, გააჩნიათ დატოვე ქვეყანა, სამართლებრივი პროცედურა არ მიმდინარეობს და ისინი ღებულობენ რაღაცა სოციალურ შემწეობას. გერმანიაში უფრო მარტივადაა, დამთავრდება ეგ ყველაფერი და არავინ არ გაგაჩერებს, მოკიდებს ხელს და გაკრის. და იქ რო ჩახვალთ დადეპორტებული ხალხი, მე კიდე სახში დაჯექით წყნარად და მშვიდად შეგიქმნათ თავრობა. ხა. და იყავით უფლის იმედად. ხუთ წელიწადში ჩემოძმაო ასე თუ გაგრძელდა, რაც არის გეგმა საქართველოს, უკაცრავად ხარვეზი არის რა ინტერნეტის. ხო, 5 წელიწადი თუ ასე გაგრძელდა კიდე, ხო? რაც არის გეგმა, რომ საქართველოში ქართველიერი დარჩეს საექსპონატო ერად, სერვისის ერად, რომელსაც მარტო ხინკლის და ხაჭაპურის კეთება შეიძლება და მოუტანს მომსვლელს, აი იმათ იქნება გადაქცეული ქართველი ერი. აი ეს არის. და მე პირადად ბიძინა ივანიშვილს და ქოცებს შორის და აი ამ ნაგავს შორის, ვინც ააგერ 34 წელიწადია სათავეში, ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავ, რასაც აკეთებდა თავის დროზე მურმანყრუ, ჯალალედინი, რასაც აკეთებდა თავის დროზე აღა მაჰმადხანი და რასაც აკეთებდა თემურლენგი და ესენი. ქართველი მოსახლეობის განადგურება, აყრა გადასახლება და დექართველირებულ უკვე ტერიტორიაზე დასახლება ამ უჯიშო ადამიანების, რომელი უჯიშო ადამიანებიც შემდეგ მე გაუკვირდება ზოგიერთ რომ არაბებიო იმას ამბობენ რომ თბილისი ჩვენი იყო 400 წელი ამირებს ეკავა თბილისი და რა სიტყვიან. აბა რა სიტყვიან, რა გიკვირთ. ჩვენ თუ ამბობთ რომ ნიკოფსია ჩვენი იყო და დარუბანდი ჩვენი იყო ერთ დროს და განჯა ჩვენი იყო და ის იყო ისინი არ იტყვიან. მით უმეტეს 400 წელი ეკავა თბილისი. 100
ასე გაგრძელდება. ღმერთო დალოცე, ბატონი ბიძინა, მიშა მოგვაშორა. ეს ყველაფერი დასაწყისია კიდე. აი 6 მილიარდიანი ინვესტიციები რო შემოვა საქართველოში და შემოყვებიან არაბები, აი მერე ნახე. და თქვენ გქონდეთ იმის იმედი მიხვალთ არჩევნებზე ვიღაცას მოხაზავთ და რაღაცა შეიცვლება. კი, მაგჭკუაზე არის ისა, რა ქვია, ოჩოპინტრე, რომ ზუსტად თქვენ ნებასურვილზე შეცვალოს მთავრობა და გადააბაროს ხელისუფლება. აბა ზუსტად მაგჭკუაზე. ასე მე თუ მკითხავ ქართველიერი მეც იმსახურებს რა. აი მეც იმსახურებს, იმიტომ რომ ხალხმა მასამ რომელმაც დაივიწყა ვინ არის, საიდან მოდის, რა არის იმისთვის პრიორიტეტი, მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა, პატრიოტიზმი, წინაპრების ამბავი, ამას როდესაც ადამიანი დაივიწყებს და იმისთვის რომ ევროპული საბუთი აიღოს, უკადრებელს იკადრებს, აქ ჩამოვადა, ზოგი ლესბიანკად დაეწერება, ზოგი პიდარასტად დაეწერება, ზოგი საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს დაუწყებს ლანძღვაგინებას იმისთვის რომ თავარია კაცო საბუთი ავიღო და მე ეს ხალხი მეტის ღირსია. ეს ხალხი არის მეტის ღირსი. და რა ვიცი, გაბრწყინებული იბერია ალბათ რას ამბობენ საპატრიარქოში, კანდურები. მალე გაბრწყინდება იბერია თუ კიდე დარჩა დრო? თუ ლელაკაკულიასავით დროს ვერ ხედავენ. მე ვხედავ რომ 10 წელიწადში ასე თუ გაგრძელდა საქართველოში ქვაქვაზე არ დარჩება. ასე იქნება გაბრწყინებული იბერია. და მე მითხარით რომ ყველას ვლანძღავ და ყველას ვაგინებ. კი, ყველას ვლანძღავ და ყველას ვაგინებ, იმიტომ რომ ვისაც ვაგინებ აბსოლუტურად ყველა არის დაკავშირებული ჩემი ერის უბედურებასთან. ეს ნაცი იქნება, კოცი იქნება, ფსევდოვითომ ეროვნულები იქნებიან, ეს ანაფორიანი ყანდურები იქნებიან თუ ვინ იქნებიან. ყველა არის აბსოლუტურად ყველა არის გარეული ამ ყველაფერში. კი ბატონო. ასია. აბა კარგად ძანდებოდეთ. გაითვალისწინეთ, რასაც გეუბნებით რა, ასე არის. დარჩენის რა გითხრით.